მამო, ადამიანები ხშირად ხდება, რომ ბოროტდებიან ხოლმე და ცხოვრებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები და თუ შეიძლება ესეთი ადამიანი იყოს მაზიარებელი ან თუ ითვლება ეკლესიურად. ხო, ესე კარგია ზიარების ენუდოს შევეხეთ. მე ახლა ხედავ როგორ არიან გახარებულები მის ზიარებებს საწუგუნდები ისინი ქონდა. როგორ არიან გახარებული ის ხალხი აქ სტუმრები ჩებიან. ესე იგი ნერვოზი ქონდათ, ძილი არ ქონდათ და როგორ მიიღეს აქ სიმშვიდე. ზიარების აიდუმდოთი, მაგრამ მეორე მაგალითი ის არის, რომ ეს ზიარებიან და მე ვგებულობ, რომ ოჯახში სიმშვიდე არ აქვს, მეუღლეს ეხებიან, უხეშად ექცევიან, იტყუებიან ცხოვრებაში, ისე არ ცხოვრობენ და უბრალოდ ასეთი ხალხს უნდა მიმართო, რომ ან ზოგი ვიღაც სხვა მოძღვართან მიდის, რომ ეზიაროს, იმიტომ მე თუ არ ვაზიარებ, ან თავის მოძღვარი თუ არ აზიარებს და ამ დროს ვერ ხდება, რომ იუდას ეზიარა, მაგრამ ვერ ეშველა. რატო? იმიტომ რომ ფული უყვარდა ღმერთზე მეტად, ამიტომ თქვენ ზოგს ბუშების მიტოვება უნდა, ქურდების მიტოვება უნდა და ზიარება უნდა და ამ დროს რა არის ზიარება? იმიტომ ვეზიარებით რომ ხმეთთან მოგფინების უნდა მომწეს, პატიების უნდა მომწეს, რომ სული განაგებდეს ხეულს და რასხეულს ჩემს ცხოვრებას. რომ ყველა მიყვარდეს, მარტო მოყარები თუ გიყვარს, რომ ქრისტიანი არ ახარო და ამ დროს შენ ეზიარები და მე ვგებულობ შვიდიება გამოძრევებს და თუ გამოძრა ისის ეზიარებს იქ აზიარა ხარ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის პატიება, როგორც აპატიების ეგ პატიება და სიძულვილი შედარებულია მკვლელს და ამიტომ ვინც ვეზიარებით უნდა ვიცოდეთ, იმიტომ ვეზიარებით რომ ხმეთო მომწეს პატიების უნარი, სიყვარულის უნარი, მოთმინების უნარი, თამდაბლობა და ყველა ძილი ამ გალოგებრობისა რა არის, გალოგებრობისა ის არის რომ როცა ვინათლებით ჩვენ ესე იგი და რომ ნათქვამთ საერთოდ არ ვკითხულობთ სახარებას, სახარების გამარტებას და ეს არის მიზეზი რომ ცოდნა არ აქვს. ცოდნა აქვს რომ ის ზიარება არის საკუთრებად ან დასაჭერად. შენში თუ არის შური, შენში თუ არის სიზრული, შენში თუ არის გაკითხვა. შენში არის ღმერთი და მიზანი ზიარების არ არის რომ შენში შემოვიდეს ღმერთი. მეტმა დაგოცოთ, გაგახაროთ. დიდი მადლობა, მამო. ისწავლება. ის მადლობა. რაც შეეხება ბიბლიას, ესე იგი ბიბლია არის ძველი არქმა და ახალი არქმა და ის ძველ არქმაში მიციღო იქ ხო კვილი კვილისაწირმა, შენ თუ ქრისტიანი ხარ. შენ კიდე გიმეორებ რომ სახარ უფალი გეუნება. მარტო მოყარები თუ გიყვარსო, არა ხარ ქრისტიანი. და ხშირად ვამბობ რომ ღმერთს თუ არ შეყვარდ, ყველაზე მეტად ხდებით ფაისტები, გერმანელებივით, რუსისკენ ხედებივით. აი მამო, ზოგი არ იმსახურებს პატიებას და აი ვიღაცა შეიძლება აი ეგეთი მაგალითი თუ არა, აი როგორ შეიძლება რომ აპატიო, მაგალითად კულელს როგორ ვაპატიო. მიწავიდა 60-ში. ავაზაკი წავიდა, თავის ცხოვრება არაფერი არ გაუკეთებია. ყველობაში და ავაზაკობაში იყო და იმ 3 საათიანმა წამებამ და ჯვარცმამ სამდე მიიყვანა ეს ავაზაკი, მისი სული, რომ გვერდში, ნაფურში, ალანში შეისნო უფალი და შეცვა. აი როცა ადამიანს შეცვება საკუთარი ცოდვებისა იმას ქვია სინამდვილე, მაგრამ შენ როგორ უნდა აპატიო იმას თუ არ ცხენია თუ ის ინტუიციას თუ კლავს. უნდა გახსოვდეს რომ პავლე მოციქული კლავდა, მაგრამ გახდება მოციქულთა თავი. უნდა გახსოვდეს ტირანი მეფე დიოკლეტიანი პატივსაცემელი ხდება და წვერ წყემზე რომ მოხერეთ მამო. და რაც შეეხება ამ წყემს, ესე იგი ქართულმა წყემსმა მოკლა ცოლქმარი და იმის შობლებმა ამერიკელები იყვნენ ესენი ცოლქმარი და ხალის იყო თუ კაცი შობლებმა ამ ქართულ მკვლელს გამოგზავნა ბიბლია და რატო? იმიტომ რომ იმ ესე იგი იმის შობებში იყო მაშინ იყო ღმერთი საშინლად ესე იგი ორივე დახოცა და ამ დროს დედა უზამის ბიბლიას რატო? იმიტომ რომ მარტო სიტყვაზე კი არა ქრისტიანი და ბიძვისწერი და ზიარებითაც არა ხარ ქრისტიანი, ამის მაგალითი იუდა მოციქული. ეზიარა, მაგრამ ეშველა. უნდა ვიცოდეთ შინაარსი რომ ქრისტიანობა არის სიყვარული, ტრისაც კი. ეს მარტო სიტყვაზე შეიძლება თუ შენში მადლი არ არის. ზიარების შინაარსი კიდე ის არის რომ შენში მადლი იყოს და თუ გაქვს შური, სიზრული, ესე იგი შენში არა მადლი და ამაზე იტირე. და თქო ღმერთს სიყვარულის ნიჭი. დაგოცოთ მეთქო. მადლობა ძალიან.